ბორჯომის ბიუჯეტის განხილვის პროცესში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს მონაწილეობა არ მიგვაღებინეს. Ამ განცხადებას გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის ხელმძღვანელი აკეთებს. ბაკურ გელაშვილის განცხადებით საკრებულო ცდილობს მთავარი ფინანსური დოკუმენტი საკუთარ კეთილდღეობას მოარგოს და კონსპირაციული წესით დაამტკიცოს. Ბიურო ჩატარდა ისე რომ მე როგორც ბიუროს წევრს არც კი შემატყობინეს რომ ბიურო იყო დანიშნული და მიმეღო მონაწილეობა იქ განხილვაში არც ერთი კომისიის ხდომა და კომიტეტის ხდომა არ ჩატარებულა ეს არა მხოლოდ ბიუჯეტთან მიმართებაში ზოგადად არც ერთ საკითხთან მიმართებაში რაც კი იმპიჩმენტის შემდგომ ბორჯომში საკრებულო ხდომები გამართულა არ ჩატარებულა არანაირი იურიდიული და არანაირი ასე ვთქვათ კომიტეტის ხდომები და ეს ფაქტია რომ კანონის უხეში დარღვევაა და სამწუხარო ის არის რომ არც ერთი ოპოზიციურ დეპუტატს არ მიეცა იმის საშუალება რომ ბიუჯეტის განხილვის პროცესში მიიღო მონაწილეობა. გამოდის რომ კონსპირაციულად უნდა დაამტკიცონ თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე რაიონის მთავარი საფინანსო დოკუმენტი. ინფორმაციაც რომ ბიუჯეტის განხილვაში არც ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი არ მონაწილეობდა ადასტურებს ევროპული საქართველოც. ბაქარ შირაძე იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც საკრებულომ ბიუჯეტის განხილვა მათ გარეშე გადაწყვიტა. ოპოზიციური სპექტრის არ მიწვევის მიზეზი ის არის რომ რაიონის ბიუჯეტი გამოიყენონ და ფლანგონ და ხარჯონ ისე როგორც მათ უნდათ ჩვენ ხილველი გავხდით იმისა თუ წინა ბიუჯეტი საკრებულო ოპოზიციური საკრებულო როგორ უშლიდა ხელს რომ მათ ეფლანგათ ბიუჯეტის თანხები თავის დებაზე დაემატებინათ ხელფასები და მოერგოთ მატერიალური სიკეთეები თავიანთვის სავარაუდოდ ეგ არის ჩემი აზრით იმის მიზეზი რომ ოპოზიციური სპექტრი არ ჩააყენეს საქმის კურსი ბიუროზე არ მიიწვიეს. ოპოზიციური პარტიების ბრალდებას აბსურდულს უწოდებს საკრებულოს თავმჯდომარე. გიორგი გოგიჩაიშვილმა დეპუტატებს შეახსენა, რომ თავადაც ოპოზიციურ პარტიას წარმოადგენს და იმის გამო, რომ დეპუტატები ბიუროსა და კომისიების ხდომას არ ესწრებიან პრეტენზიები თავად უნდა ჰქონდეს. სრული აბსურდია ჯერ ის რომ მარტო ვღებულობთ გადაწყვეტილებას არ ვიცი ისინი ოპოზიციაში რას გულისხმობენ მოგეხსენებათ რომ მე თვითონ ოპოზიციიდან გახლავართ რაც შეეხება იმ ბრალდებას რომ არ იღებენ ბიუროში მონაწილეობას ეს მათი პრობლემაა იმიტომ რომ ეს ინფორმაცია არის საჯარო გამოქვეყნებულია როგორც ჩვენ საიტზე ასევე მაცნეზე პირიქით შეიძლება ამ კონკრეტულ მომენტში იქით ადრესატები ისინი ყოფილიყვნენ რომ რატო არ ესწრებიან ბიუჯეტის განხილვაში პირიქით შეიძლებოდა ეს კითხვა იქით დაგვესვა და გაგვჩენოდა პრეტენზია კომისია არ იმართება და ასე შემდეგ ესეც სრული არ ვიცი საიდან მოძდით ეს ბრალდებები თითიდან გამოწვეულს დავარქმევ ამას იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა კომისია მუშაობს შეგახსენებთ, რომ ბორჯომის საკრებულო მერიას ბიუჯეტის პროექტი შენიშვნებით 22 ნოემბერს დაუბრუნა. ბორჯომის ბიუჯეტის პროექტი 18.300.000 ლარით არის განსაზღვრული. 2019 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი მიმდინარე წლის ბოლოს უნდა დამტკიცდეს. კანონმდებლობა ბიუჯეტის დამტკიცებამდე პროექტის საზოგადოებისთვის გაცნობასა და საჯარო განხილვას ითვალისწინებს.